დაკავება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში და უცხოური პრესის დიდი ინტერესი. ისრაელის 60 წლის მოქალაქე ქართველმა სამართალდამცველებმა აკრძალული მედიკამენტის აღმოჩენის გამო დააპატიმრეს. როგორც ირკვევა თბილისში მყოფმა ტურისტმა წამალი ექიმის დანიშნულებით რეცეპტით შეეძინა. ახლა ამ რეცეპტის ავთენტურობა უნდა დადგინდეს. პროცესში დიპლომატებიც ჩაერთნენ. თიკა ანდღულაძე საქართველოში გაუხმაურებელი ფაქტის შესახებ მოგიყვებათ. საქართველო დააკავეს ისრაელის მოქალაქე, რომელსაც თან აკრძალული წამალი ჰქონდა. აბსურდი თბილისში. ასეთი სათაურით სტატიებს უცხოური მედია აქვეყნებს. როგორც ირკვევა 7 ნოემბერს თბილისის აეროპორტში ისრაელისა და საქართველოს მოქალაქე დაიჭირეს. მასთან ექიმის დანიშნული და გამოწერილი მედიკამენტი ჰქონდა. თუმცა რეცეპტი სამართალდამცველებისთვის 60 წლის მამაკაცის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი საჭიროების დამადასტურებელი მტკიცებულება არ აღმოჩნდა. ჩემი ინფორმაციით ეს წამალი ისრაელში ლეგალურად ითვლება, მას თან ჰქონდა რეცეპტი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები მის ადვოკატსა და საქართველოს სამართალდამცავ ორგანოს შორის. რათა დადგინდეს რეცეპტის ავთენტურობა. რომ ჩვენ დიდი ხნის წინ გამოვაქვეყნეთ CIA მედიკამენტებისა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით იკრძალება, თუმცა დაშვებულია ისრაელში. სამართალდამცავ უწყებაში აცხადებენ, რომ დაკავებულ პირს თან ჰქონდა უპრენორფინის შემცველი 8.5 აბის სუპოტექსი. გამოძიება კი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს. ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოში აცხადებენ, რომ სუბოტექსი ნარკოტიკულ საშუალებას არ მიეკუთვნება. ის კომბინირებული პრეპარატია, რომელზეც კონტროლი ხორციელდება. ბისმიერ ფიზიკურ პირს ინდივიდუალური საჭიროებისათვის აქვს უფლება შემოიტანოს საქართველოში და გაიტანოს საქართველოდან სათანადო დოკუმენტაციის საფუძველზე ნებისმიერი სპეცკონტროლს დაქვემდებარებული საშუალება. თან უნდა იქონიოს რეცეპტის ასლი. მონიტორინგის სააგენტოში აცხადებენ, რომ მათ დაზუსტებით არ იციან შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელი ნივთიერების შემცველ მედიკამენტზე საუბრობს. თუმცა სუბოტექსის შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ დგება. ისრაელის საქართველოს ბიზნეს პალატაში კი განმარტავენ, რომ ტურისტების მეტი ინფორმირებაა საჭირო. ვიდეო მაგალითად ამ საკითხის ირგვლივ რაიმე ქმედება ჩავატაროთ, ვინაიდან ძალიან რთული არის შეხვიდე მაგალითად საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე და იპოვო იმ 200 მედიკამენტში თქვა, რომელი მედიკამენტების შემოტანა არ შეიძლება ქვეყანაში. ჯერჯერობით უცნობია, როგორ დასრულდება ისრაელის მოქალაქის საქმე. პროცესში ორი ქვეყნის დიპლომატები ჩაერთნენ.